სამედიცინო ცენტრ კახეთიონის ორგანიზებით გურჯაანის ტექნოპარკში ექიმებისთვის კონფერენცია გაიმართა. მთავარი თემა გასტროენტეროლოგია და B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა იყო. მოხსენებლებმა ოჯახის ექიმებს პროგრამების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს, რათა მათ პაციენტებს გადასცენ და ერთობლივი მუშაობით სამედიცინო მომსახურება კიდევ უფრო მაღალხარისხიანი გახდეს. B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2024 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს. კახეთი-იონი არის კახეთის რეგიონში ერთადერთი კლინიკა, სადაც ეს პროგრამა იწყებს კი არა, დაიწყო უკვე მუშაობა 2024 წლის ივნისიდან. B ჰეპატიტი მოგეხსენებათ ის როგორც C ჰეპატიტი, საკმაოდ სერიოზული რთული დაავადება, იმდენად რამდენადაც მისი გამოსავალი არის ისეთი სერიოზული დაავადებები, როგორც არის ღვიძლის ციროზი და ღვიძლის კიბოჰეპატოცელულარული კარცინომა. ამდენად BC ჰეპატიტზე მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ისეთი ფართო რეკლამირება მიდიოდა. როგორც ტელევიზიებში, ასევე პრესით, ასევე სკრინინგი ხდებოდა საყოველთაო, ყველა საავადმყოფო და ჰქონდა დავალებული, რომ გაკეთებულიყო C ჰეპატიტის სკრინინგი. რაც შეეხება B ჰეპატიტს, სამწუხაროდ რეკლამირება B ჰეპატიტის ისეთი ფართოდ არ მიდის საქართველოში. ამდენად ვფიქრობ, რომ ჩვენი ექიმების, ასევე თქვენი საინფორმაციო საშუალებების ძალიან დიდი როლია იმაში, რომ ყველა ადამიანამდე მივიდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არსებობს აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ექიმებთან. დღეს ვიწრო სპეციალიზაციის წარმომადგენლებს ვქონდა ოჯახის ექიმებთან შეხვედრა. ჩემი კონკრეტული თემა იყო ზოგადი გასტროენტეროლოგია, რა არის, რა ჩივილები შეიძლება ქონდეს პაციენტს ამ მიმართულებით და როგორ უნდა მართონ ოჯახის ექიმებმა პაციენტები, როგორ დაიწყონ მართვან, როდის გადაამისამართონ ვიწრო სპეციალისტთან და ასე შემდეგ. ძალიან ნაყოფიერი, საინტერესო დღე იყო, ძალიან კმაყოფილი ვარ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი კლინიკის წარმომადგენლებს, ამ დღევანდელი დღის, ასე ვთქვათ, ორგანიზატორებს, მხარდამჭერებს და ვფიქრობ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ძალიან ხშირად შევხვდებით ხოლმე ასე პროფესიული საკითხით ერთმანეთს და გავცვლით, ასე ვთქვათ, თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნას ერთმანეთში. შეხვედრა ეხებოდა გასტროენტეროლოგიურ მიმართულებას. კონკრეტულად კუჭის და ნაწლავების დაავადებებს, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია ჩვენს მოსახლეობაში. ჩვენთან კახეთი-იონში ტარდება ენდოსკოპიური კვლევები საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ, რაც მოიცავს გასტროსკოპიას და კოლონოსკოპიას. ესე იგი, საყლაპავიდან დაწყებული კუჭის 12-გოჯა ნაწლავის გამოკვლევას, დათვალიერებას და მსხვილი ნაწლავის, ესე იგი, სწორ ნაწლავიდან დაწყებული კოლინზის ჩათვლით გამოკვლევებს. პაციენტებს ვურჩევ, რომ ვისაც აწუხებს გულწმარვა, გაურკვეველი ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი ან ყაბზობა, რომელიც მკურნალობას არ ემორჩილება, მათთვის აუცილებელი ამ გამოკვლევების ჩატარება, რომ დროულად დადგინდეს ზუსტი დიაგნოზი და შესაბამისად დაენიშნოს მკურნალობა, ან თუ არის საოპერაციო შემთხვევა, დროულად ჩატარდეს ოპერაციული მკურნალობა. გარდა ამისა, შევახსენებ მოსახლეობას, რომ ჩვენთან ტარდება სკრინინგის პროგრამები, რითაც ხდება, ეს არის უფასო პროგრამა, დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ 50-დან 70 წლის ჩათვლით კახეთში ყველა მაცხოვრებელი შეუძლია ჩაიტაროს ტესტი, რითაც დგინდება განავარში თვალით უხილავი სისხლის აღმოჩენა. და ასეთ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება სისხლი, მაშინ ნაწლავების გამოკვლევა, ესე იგი კოლონოსკოპიაც ტარდება სახელმწიფო დაფინანსებით.